გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტმა სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა. ღონისძიებას ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდები წარდგნენ. მათთან ერთად სცენაზე უნივერსიტეტის სტუდენტები და მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამის პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებიც მონაწილეობდნენ. კონცერტზე მრავალფეროვანი პროგრამა იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში საგალობლები, ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შესრულდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა ღონისძიების მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევა გადასცა. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სტუდენტებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან გალობის უნივერსიტეტის დაარსების ისტორია გაიხსენა. საპატრიარქო დიდი იმედით უყურებს უნივერსიტეტის მოღვაწეობას და მინდა გავიხსენო კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები, როდესაც ეს უნივერსიტეტი იხსნებოდა, ამ ბრძანა ჩვენ ვიწყებთ ძალიან დიდ საქმეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ლოტბარები, ის დირიჟორები, რომლებსაც ჩვენ ავსდით, მთელ საქართველოში შექმნიან გუნდებს და მთელი საქართველო ადიდებს უფალს. გალობის უნივერსიტეტის დაარსებამდე თქვენ იცით რა დიდი ღვაწლი გაიღო კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ იმისათვის, რომ საქართველოში ქართული გალობა აღორძინებულიყო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან შრომატევადი და ცალკეული ადამიანების ენთუზიაზმზე იყო აგებული ძირითადად და უნივერსიტეტის დაფუძნებამ მოგვიტანა ძალიან დიდი იმედი იმისი, რომ სისტემატიზაცია აი ამ დიდი საქმისა ჩვენ გვაძლევს იმის იმედს, რომ გეგმაზომიერად მიზნისკენ მიმავალ გზაზე განვითარდება ეს უნივერსიტეტი, რომელშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი ახალგაზრდა შეიძენს საჭირო ცოდნას იმისათვის, რომ საქართველოს ყველა კუთხეში მოეფინოს ეს დიდი საუნჯე. და აი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები და სურვილი არ აღმოჩნდა მხოლოდ სურვილი, არამედ საქმედ იქცა და აი ამ კეთილმა თესმა უკვე დღეს ძალიან დიდი ნაყოფი მოიტანა. საქართველოს საპატრიარქო როგორც დამფუძნებელი ამ უნივერსიტეტისა მუდამ გვერდში იქნება ნებისმიერ ეტაპზე მისი განვითარების, რადგანაც ჩვენ ღმად ვწამს, რომ ქართული გალობა არის არა მხოლოდ საუნჯე ჩვენი, არამედ ეს არის თვითმყოფადობის საფუძველი. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მესვეურებს, ბატონო ვანო, ქალბატონო ნანა, დიდი მადლობა თქვენ აი ამ დიდი წამოწყებისათვის და მინდა ვთქვა, რომ არა თავდადებული შრომა, რომ არა ნიჭი, ქართული ნიჭი აი ამ გალობისა, რომ არა საფრთხო მადლი, რომ ეს ყველაფერი ერთად შეკრულიყო, ლევანდელის აღამო არ შედგებოდა. გლოცავთ და გისურვებთ წარმატებებს აი ამ ძალიან საჭირო და რთულ გზაზე. თქვენთან დაგლოცოთ. 20 წლის იუბილეს გალობის უნივერსიტეტი ტრადიციულად ხვდება საანგარიშო კონცერტით. ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები თავიანთი ნაშრომებით გამოდიან ფართო აუდიტორიის წინაშე და გვაქვს ისეთი ემოციური შეხვედრა ჩვენს მსმენელთან, გალობის უნივერსიტეტის გულშემატკივრებთან. გალობის უნივერსიტეტი არის განსაკუთრებული საგანმანათლებლო სივრცე, სადაც სულიერება, ცოდნა და მუსიკა არის ერთად შერწყმული და ახალგაზრდები ეუფლებიან ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერას და საეკლესიო გალობას, საშემსრულებლო ნაწილს. მე შემიძლია თამამად გითხრათ დღევანდელი კონცერტის შემდეგ და დარბაზში ემოციებისა და აპლოდისმენტების შემდეგ, რომ დღევანდელი დღე შედგა. ეს იყო წარმატება, კიდევ ერთი წარმატება ჩვენი სტუდენტებისა და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი საუნჯე დიდი ადამიანების მიერ დატოვებული განძი არის საიმედო ხელში, იმ მომავალი თაობის ხელში, რომელიც ჩვენთან გალობის უნივერსიტეტში ეუფლება ცოდნას და ამ ცოდნას გადასცემს მომავალ თაობას.
არაჩვეულებრივი საღამო, არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა გალობის უნივერსიტეტის გუნდმა. ეს გუნდი ყოველწლიურად უფრო და უფრო იხვეწება, უფრო მაღალ საფეხურზე აყავს საშემსრულებლო მიმართულება. ჩვენ რამოდენიმე კვირის წინ მოვისმენთ ეს გუნდი თორაძის სახელობის ფესტივალზე, სადაც მართლაც საუკეთესო წარსდგნენ ისინი ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად. ეხლა იყო საანგარიშო ესეთი კონცერტი ყოველ წელს იმართება და ჩვენ ყოველ წელს უკვე 10 წლებია ვაკვირდებით ამ გუნდის წინსვლას და განვითარებას და მართლაც საოცრად წარადგინეს ახალგაზრდებმა ქართული მრავალხმიანობა, მადლობა მათ ხელმძღვანელებს, იმიტომ რომ დიდი შრომა აქვს თამაში ჩადებული, მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც შეიყვარა ეს საქმე, პროფესია და აქცია და ესე გულითადად ემსახურება და ეს ახალგაზრდები არიან, ის ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომში გადაიბარებენ, ესე ვთქვათ, ესტაფეტას და ისინი იქნებიან გამავრცელებლები მთელ საქართველოში ქართული სიმღერისა და ტრადიციული საგალობლების. აქ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და გალობის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ვანო ჩხარტიშვილმა. გამომსვლელებმა სტუდენტებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს. ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სხვა სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წლის შემაჯამებელი კონცერტი გალობის უნივერსიტეტის იყო ძალიან წარმატებული. ძალიან დიდი სიხარული იყო ამდენი ახალგაზრდის ნახვა, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ეუფლებიან ქართულ კულტურას და ჩვენ გვწამს, რომ ქართული გალობა არის ფუნდამენტი ქართული თვითმყოფადობისა და არა მხოლოდ ცალკე აღებული მნიშვნელოვანი კულტურული ელემენტი ქართული ცხოვრებისა. და ამიტომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამ უნივერსიტეტის დაფუძნებას. მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთული პერიოდი გაიარა ქართულმა გალობამ და დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმას, რომ ქართული გალობა კვლავ აღორძინებული იყო საქართველოში და ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის, სადაც გარდაცვლილ კათოლიკოს პატრიარქს და უნივერსიტეტის დაფუძნებამ მოიტანა ძალიან დიდი იმედი იმისი, რომ აღარასოდეს მოხდება რაიმე მძიმე პერიოდი ქართული გალობისათვის, რომ ეს სისტემატიზაცია და მაღალ დონეზე სწავლება უკვე აკადემიურ გარემოში საფუძველს მისცემს ქართულ გალობას, რომ ფართედ გაიშალოს მთელ საქართველოში და მრავალი კეთილი ნაყოფი გამოიღოს იმ თესლმა, რომელიც დაითესა წლების წინ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი, ვინაიდან უყურებ ამდენ ახალგაზრდას, გოგოებს, ბიჭებს, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალია, ვინც ჩვენი ქვეყნის კულტურის მომავალია, ესე ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენს ტრადიციულ ხელოვნებას და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საწუხი განსვენებული სილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ეს უნივერსიტეტი, ასევე დიდი ანზორ ერქომაიშვილის მხარდაჭერით და იდეით და მას მერე ძალიან ბევრმა თაობამ ამ უნივერსიტეტში ისწავლა, შემდგომში გახდა რეგენტი, ლოტბარი, რეგიონებში დააფუძნეს ანსამბლები და ამ დიდ მოძრაობას დღეს კიდევ ერთხელ 20 წლის თავზე ჩვენ დამსწრებმა მოვესწარით და ვნახეთ ის, რომ აქვს ძალიან დიდი მომავალი, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და მე მინდა ამ ახალგაზრდებს მიულოცო დღევანდელი კონცერტი უსურო წარმატებების შემოქმედებით საქმიანობაში, ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, მის მესვეურებს, მხარდაჭერებს, ბატონ ვანო ჩხარტიშვილს, ხალბატონ ნანა გუთუას, ასევე მამა ივანე კიკვაძეს, რომელიც ასევე გახდათ ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი იდეის ავტორი. მე მინდა წარმატებები უსურო უნივერსიტეტს და წარმატებები უსურო თითოეულ სტუდენტს. მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო გალობის უნივერსიტეტისთვის, ბევრი სიახლე განხორციელდა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობებით განხორციელებული აქტივობები, რომელთა შორის ახალი სასიამოვნო ინფორმაციას გაგიზიარებთ, ეს გახლავთ Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, მობილობის ფარგლებში
მონაწილეობის შესაძლებლობა. მიმდინარე წლის განმავლობაში საერთაშორისო მიმართულებით რამოდენიმე აქტივობა უკვე განხორციელდა. გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მოკლევადიანი პროგრამით იმყოფებოდნენ უცხოეთში, ფინეთში და რამდენიმე დღეში ამ კონცერტიდან ისინი კვლავ მიემგზავრებიან საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ზოგადად მიმდინარე წელს საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში ასევე აღსანიშნავია სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მასშტაბიც სწორედ ამ თვალსაზრისით ხაზს გაუსვამდი, რომ იყო გაზრდილი მონაწილეები ადგილზე ჩამოვიდნენ, რამაც რა თქმა უნდა, განავითარა ჩვენი სტუდენტების შესაძლებლობები ამ კონფერენციაში, როგორც ჩართვის, უშუალოდ მონაწილეობის თვალსაზრისით, ისე სამეცნიერო სესიებზე დისკუსიების და მსჯელობის გაზიარების თვალსაზრისით, ასე რომ მიმდინარე წელი იყო მნიშვნელოვანი. ასევე აღნიშნავ მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების შექმნას და შემდეგ განხორციელებას, რომლის კურსდამთავრებულთა უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათი შეფასებები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საქმიანობის, ასე ვთქვათ, გასაზომად და განსაზღვრისთვის და დღევანდელ კონცერტზე ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი დიდი ოჯახის ახალი წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი კონცერტი შედგა, ძალიან ბედნიერები ვართ. ეს კონცერტი იმართება ყოველ წელს, ვაჩვენებთ, რასაც უნივერსიტეტში ვაკეთებთ. დავიმსახურეთ ძალიან კარგი ემოციები მაყურებლისგან. ასევე მიიღეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტის კონცერტზე, რა თქმა უნდა, მონაწილეობა და ვუსურვებ მათ წარმატებებს. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა, შევასრულეთ ამა თუ იმ კუთხის უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები გალობის უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდმა. დასაფასებელია მეოთხე კურსელების ძალისხმევა, ერთი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდნენ და დღეს ამის შედეგი ვიხილეთ, წარმატებულად დავამთავრეთ კონცერტი და დიდი მადლობა ამისთვის ყველას. ღონისძიებაზე ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელმა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნანა გოთუამ წლის განმავლობაში უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და სპეციალური ჯილდოები გადასცა.